გამარჯობათ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ნევროლის ტაროლოგიურ გვერდზე. მოდით დღეს ვნახოთ დაშლა სახელწოდებით. რამდენად ხშირად ფიქრობთ თქვენზე ჩაფიქრებული პიროვნება, ან ზოგადად რამდენად მნიშვნელოვანი ხართ არსებული პიროვნებისთვის. ვარიანტების რაოდენობა როგორც ყოველთვის გვექნება 3 ვარიანტი. თითო კონკრეტულ ვარიანტზე შეგიძლიათ ჩაიფიქროთ კონკრეტული პიროვნება. ეს არის უნივერსალური გაშლა, შესაბამისად შეიძლება იყოს მეგობარი, შეიძლება იყოს მეორე ნახევარი და ასე შემდეგ, ხო? პირადი კონსულტაციებისთვის დამიკავშირდეთ პირადში Facebook-ს ან Instagram-ის გვერდზე. ჩაფიქრებული პიროვნება რამდენად ხშირად ფიქრობს თქვენზე პირველი ვარიანტი და რამდენად ძვირფასი ხართ მისთვის. მეორე ვარიანტი. და მესამე ვარიანტი. შეხედეთ კარტებს, გააკეთეთ არჩევანი თქვენთვის სასურველ ვარიანტთან დაკავშირებით, მათ ვინც ვერ მოასწარით არჩევა, შეგიძლიათ დააპაუზოთ, მე უკვე დავიწყებ პირველი ვარიანტით. ჩაფიქრებული პიროვნება რამდენად ხშირად ფიქრობს თქვენთან მიმართებაში. შეხედეთ როგორი მომენტი არის, ეს არის მდგომარეობა, როდესაც კი ფიქრების მდგომარეობა კი აქვს ხშირად თქვენთან მიმართებაში, მაგრამ ძირითადად ეს ყველაფერი არის უფრო მეტად სტრესული, თითქოს გარკვეული სახის რაღაცა საკითხი გაქვთ გადასაჭრელი, რომელსაც ვერ წყვეტავთ, ვერ მიდიხართ კონკრეტულ შეთანხმებამდე, ვერ ყალიბდებით, ხო, ვერ ჯერდებით ერთ კონკრეტულ არსთან დაკავშირებით. ფიქრების მდგომარეობას მიჩვენებს, რომ ხშირად აქვს, მაგრამ ძირითადად ეს უფრო მეტად არის სანერვიულო თემების მდგომარეობა და როდესაც გაურკვევლობაში არის ადამიანი, ვერ გაუგია როგორ მოიქცეს, რა გააკეთოს, რანაირი კუთხით მოგიდგეს, რანაირი კუთხით გამოასწოროს სიტუაციური მდგომარეობა, ხო? აქედან გამომდინარე, ხშირად აქვს ფიქრის მდგომარეობა შენთან მიმართებაში, მაგრამ ეს უფრო მეტად არის შიშის მდგომარეობა, გაურკვევლობის მდგომარეობა, რაღაცა გარკვეული სახის პანიკის მდგომარეობა შეიძლება უწოდოთ ამ ყველაფერს და ზოგადად რამდენად ძვირფასი ხარ, იცი რა არის? ძვირფასი, ესე ვიტყოდი, რომ ცოტა უფრო მეტად მომხმარებლური დამოკიდებულება აქვს ამ ადამიანს. თითქოს საჭირო ხარ მის ცხოვრებაში, გამოსადეგარი ტიპაჟის კატეგორია ხარ, ჭირდები, სიტუაციურად გვერდში უნდა დაუდგე, ვალდებული ხარ რომ მიზი ასე თქვათ კაპრიზები აკმაყოფილო და ისე იყოს ყველაფერი როგორც მას უნდა, მაგრამ ბოლომდე ვერ გიმორჩილებს, ესე ვერ მიდის სიტუაციები როგორც შეიძლება რომ მას უნდა და შესაბამისად აქ უკვე მეტად მიჩვენებს რომ კონფლიქტები არის. ასევე მისი მხრიდან მიჩვენებს რომ საკმაოდ რაღაც ისეთი ხასიათების ადამიანად აღიქვას ეს ადამიანი და ფიქრობს რომ დასამუშავებელი გაქვს ხასიათების მდგომარეობა, ზედმეტად კაპრიზნული ხარ მის თვალში. მთლიანობაში ფიქრის მდგომარეობა ხშირად მიჩვენებს რომ ფიქრობს, ძვირფასი ვიტყოდი ესე რომ თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, კი ხარ ძვირფასი, მაგრამ აქ უფრო მეტად არის გამომყენებლობითი მდგომარეობა, მაგრამ მთლიანობა შეჯერება რომ გავაკეთოთ 50-50, თან საჭირო ხარ, თან სხვანაირი კუთხითაც ასე თქვათ გამოსადეგ, ანუ სჭირდები კიდეც როგორც პიროვნება და რაღაცა გარკვეული კუთხით სიახლოვის შეგრძნებაც და სურვილიც მიჩვენებს რომ აქვს. აი ესეთი იყო პირველი ვარიანტის არსებული ინფორმაცია, დამიწერეთ კომენტარებში რამდენად რეზონირდა და რამდენად ახლოს იყო თქვენთან, მე კი უკვე გადავდივარ მეორე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის. ჩაფიქრებული პიროვნება რამდენად ხშირად ფიქრობს თქვენთან დაკავშირებით. აქ ვიტყოდი ესეთ რაღაცას, რომ იცი, ფიქრის მდგომარეობა აქვს, მაგრამ ძირითადად არის უფრო მეტად დაკვირვების პოზიციაში. მდგომარეობა, როდესაც ადამიანი გაკვირდება სიტუაციური თვალსაზრისით, შენზე გარკვეული სახის ინფორმაციების მოპოვებას ცდილობს, თქოს შეცნობის პოზიცია არის. აი აქ როგორ შეიძლება რაღაცა მოგეწონოს, აქ როგორ შეიძლება რაღაცა არ მოგეწონოს, ანუ უფრო მეტად გამოცდის მდგომარეობაში არის, როგორი ხარ, ბოლომდე რომ გაერკვეს, როგორი ტიპაჟი, როგორი ნატურა, ხო? მისი მხრიდან შესაძლებელი არის იყოს გარკვეული სახის რაღაც გამოცდის მდგომარეობებიც, ესე ვიტყოდი. მთლიანობაში ფიქრი კი ნამდვილად ხშირად აქვს, მაგრამ ეს უფრო მეტად არის ინტერესის მდგომარეობა, რაღაც ვიდრე გამაგიჟებელი სიტუაციის მდგომარეობა და აი თითქოს შენ გარეშე ვერ ძლებს. ესეთი რაღაცა არ არის. ეს რაღაცაი დამკვირვებლობის პოზიციის მაჩვენებელი არის მეორე ვარიანტის შემთხვევაში. რამდენად ძვირფასი ხართ მისთვის და ამ ეტაპისთვის, რასაც მიჩვენებს, თითქოს აი გაციებული მდგომარეობა არის ურთიერთობის თვალსაზრისით, ეს კომუნიკაცია იქნება თუ რაც დავარქვა, ანუ ისე არ არის როგორც უნდა იყოს ეს ადამიანი. ეს არის აი როგორი მინდობილობის პოზიცია. გარკვეულ კატეგორიაზე შეიძლება გადათამაშდეს, რომ პაუზის თემაც გქონდეთ. ანუ ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი განზე დგა, ანუ
გაკვირდებას თემაში არ ხვდები, შენგან ელოდება გარკვეული სახის რაღაცა აქტივობებს სიტუაციური თვალსაზრისით. შესაბამისად, ძვირფასი ხარ თუ არა ცოტა ძნელი სათქმელი არის, იმიტომ რომ ამ მომენტისთვის და ამ სიტუაციისთვის გაურკვეველ პოზიციაშია, საკუთარ თავს ძალიან დიდი კითხვის ნიშნის მდგომარეობას უსახავს, ხო? ასე რომ აქ ვერ ვიტყვი, რომ მაინც ერთი რაღაც გამაგიჟებელი კუთხე ძვირფასი ხარ მისთვის. დამიწერე კომენტარებში რამდენად რეზონირდა არსებული სიტუაციები, რამდენად ახლოს იყო, მოწონება გაზიარება არ დაგავიწყდეს. მესამე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის რამდენად ხშირად ფიქრობს თქვენზე ჩაფიქრებული პიროვნება. აქ ვიტყოდი ესეც რაღაცას, რომ ფიქრის მომენტი ნამდვილად აქვს, მაგრამ ეს ფიქრის მდგომარეობა უფრო მეტად არის პაჟის მდგომარეობით ვიტყოდი ეს რაღაცას, აი ადამიანი რომ რაღაცას რო აიჩემებს, რაღაცა რო აიკვიატება აზრობრივად, რო იტყვის, რომ აი ეს თქო და ეს მინდა, სანამ სასურველ შედეგს არ მიაღწევს, რომ ვერ აჩერდება, ამ პირობითად კიდე აი მოდი ესე ვიტყოდი, ადამიანი, რომელიც არაპროგნოზირებადი არის, ძალიან ცვალებადი არის, ძალიან ანუ ვერ განსაზღვრა მის მდგომარეობას, ესე ვიტყოდი, ხო? ანუ ფიქრები აქვს, მაგრამ ეს უფრო მეტად არის აკვიატება ჩახვევის პოზიცია. აი, ადამიანები რო არიან გარდატეხის ასაკში და ატეხილები რო არიან, ხო? აი ესეთი უხეში შედარება რო გავაკეთოთ. აი ესეთი ფონით არის უფრო მეტად წარმოჩენილი ეს ადამიანი. რამდენად ძვირფასი ხარ მისთვის და ვიტყოდი, რომ აქ უფრო მეტად არის ნებების მომენტი, ლტოლვის მომენტი, ემოციური შეჩევადობის მომენტი. ანუ მას გონია, რომ შენ მისთვის ძვირფასი ხარ, კი, უბრალოდ მომენტებში ნების ფაქტორი და ზოგადად სიტუაციური მდგომარეობა ერთმანეთს შეერევა ამ ადამიანს. მომენტში შეიძლება ფიქრობდეს, რომ უყვარხარ, შენ მისზე გიждდება, შენ გარეშე არ შეუძლია. მეორე მომენტში სრულად ხვანაირი დამოკიდებულებები ჩანდეს მისი მხრიდან, ხვანაირი გამოხატულებები ჰქონდეს, იმიტომ რომ ეს ადამიანი არის პაჟების თასის მდგომარეობაში. არა ბოლომდე ჩამოყალიბებული, არა ბოლომდე გააზრებული, არა ბოლომდე გაზრდილი პიროვნება, ხო? ანუ ესე ვიტყოდი, რა ასაკისაც არ უნდა იყოს ჩაფიქრებული პიროვნება, ჩარჩა თითქოს იმ ასაკში, სადაც თინეიჯერობის ასაკი ჰქვია, ან ძალიან მეტად პატარა ბიჭის ან გოგოს მდგომარეობა მიხვდით ხო დამოკიდებულებას. ძვირფასი ხარ, მაგრამ ხასიათების კუთხით ხან არა და ხან კი. აი, რაღაც ესეთი ცვალებადობაა მოდის ამ ვარიანტის წარმომადგენლებისთვის. დამეწერეთ კომენტარებში, რამდენად რეზონირდა, რამდენად ახლოს იყო თქვენთან არსებული სიტუაციები. პირადი კონსულტაციებისთვის დამიკავშირდით Facebook-ის ან Instagram-ის გვერდზე. გესურვებთ წარმატებას, ბედნიერებას და კარგად ყოფნას. ნახვამდის.